საღამომშვიდობის და ჩემო ძვირფასებო, უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ახალ წელს და დამდეგშობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის მომტანი, ჯანმრთელობის და ბედნიერების. მაგრამ ისე დაიწყოს 2025 წელი და იმდენ ქვეყანაში გამოცხადდა უკვე გლოვის დღე და ამ 2-3 დღეში უკვე მოასწრო ცუდი ამბების მოხდენა, რომ რა ვიცი, უბრალოდ იმას ვიმედოვნებ, რომ 24-ზე ვარესი არ იქნება. ხო და 24 დღის დასასრულს ალბათ უკვე ყველა მაგ მომენტში ვართ. ყველამ ალბათ კალმარის თამაშების მეორე სეზონს უყურეთ და რა თქმა უნდა ის მცირე 7 ეპიზოდი არადა არ გვეყო. მესამე სეზონიც კარგია, გვაიმედებს რომ ამ წელს უკვე გამოვა, მაგრამ რომ დამთავრდება ეგულს დაგწყვეტს, ასე რომ მასთან დაკავშირებით რამოდენიმე სერიალს კიდევ გერჩევთ და კიდევ ჩავწერ ცალკე აღწერებს, რადგან ასე ვთქვათ 24-25 მოდი არის აღწერების გადაღება. ძალიან სახალისო აღმოჩნდა, თვითონ არ მეკონა ადრე წერა მიყვარდა, მაგრამ თურმე ვიდეოების შეწერაც კარგი ყოფილა ამ მხრივ. რა თქმა უნდა, Battle Royale, Hunger Games, Alice in Borderlands გირჩევთ, Squid Game გენატრებად სანამ მესამე სეზონი გამოვა და ყველაზე მეტად გირჩევთ აი ამ სერიალს, რომლის აღწერასაც ახლა გაგაცნობთ. მის სახელწოდება არის The Glory. რა თქმა უნდა, ვისაც ინგლისური და რუსული გასმით, შეგიძლიათ Just Watch-ს აღმოაჩინოთ და Netflix-ს სრულიად უფასოდ. ხოლო ქართულ საიტებზე მგონი როგორც ვიცი, მხოლოდ სუბტიტრებით არის ქართულად. თუ რა თქმა უნდა, ასეც მოგიხერხდება და შეგიძლიათ უყუროთ. ხომ პირდაპირ The Glory დიდებას შეწართ და ამოგიგდებთ სხვადასხვა საიტებზე. ქართულ საიტებზე პირდად მე არ მინახია და ამიტომ გეუბნებით ასე. ძალიან საინტერესო სერიალი არის. მე თუ მკითხავთ, Squid Game-იც ზედმეტად გაპოპულარებული არის ამ შემთხვევაში და მის ყურადღებას სწორედ ეს სერიალი The Glory მსახურებს. ერთ-ერთი მსახიობი მოიტარდა გასპოილერებთ Squid Game-დან სწორედ აქ თამაშობს და სწორედ აქედან მოიწვიეს Squid Game-ში და მისი პერსონაჟი სწორედ აქედან არის დაუვიწყარი მეორე სეზონში. და ისეთი ნახტომია აქ იმდენად საძრავ პერსონაჟი თამაშობს და Squid Game-ში იმდენად კარგს, რომ ხალხს სრულიად ახლიდან შეაყვარა თავი, ასე ვთქვათ. მოკლედ, რაც შეეხება სიუჟეტს, არის ძალიან საინტერესო. არ მინდა რომ ძალიან დაგასპოილეროთ, ასე რომ მოკლედ აღგეწერთ. ეს არის ერთი გოგონას ცხოვრების შესახებ, რომელიც, ასე ვთქვათ, ბავშვობაში ძალიან გაამწარეს, არ დაინდეს. რა თქმა უნდა, ბევრს გადაგვიტანია მსგავსი რამ, პირადად მეც კი გადამიტანია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დავიწყება ამჯობინე. რადგან ასე ვთქვათ, ვიცი რომ ანჯუას ისწავლიან ან მიეზღობა თავისით ხელს მოდი არ გავიზრე, ასე ვთქვათ. არც ხსოვს არავინ, ასე ვთქვათ, ჩემთვის ბოდიში და ცოცხლების სითხვის არ არიან. თავისთვის იცხოვრნენ იყვნენ კარგად, არაფერს უცმე მათ არ უსურვებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პერსონაჟი ასე არ იქცევა და ბოლომდე უსწორდება მათ, რადგან ზედმეტად საზარელ, ასე ვთქვათ, ბულინგთან მქონდა საქმე. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე იყო, უფრო ფსიქოლოგიური იყო და მეც რომ ბრაზობდი, სამწუხაროდ ერთი ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა და მითხრა მან წინა წელს, რომ როგორ შეცვლილი ხარ, ადრე როგორ ბრაზობდი და ახლა როგორ დამშვიდებული ხარო და სწორედ იმიტომ რომ ახლა აღარ არიან ის გარშემოიც გაგაბრაზებენ, წონასწორობიდან გამოგიყვანენ, ვინც შენ აბუჩად მოგიხსენიებენ. ხო და გისურვებთ ყველას, რომ არატოქსიკურ გარემოში იყოთ. სწორედ ეს არის, რომ ჩვენთან კორეაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი გსმენია, თუნდაც რამდენი ბუნების შემთხვევა არის და ეს არ უნდა ხდებოდეს ასე. სწორედ ეს თავარი პერსონაჟი არის ამის კარგი მაგალითი, რომ ასე ვთქვათ, ვინც მას აბულინგებდა, სწორედ იმ ორი პერსონაჟის შვილი იქნება მის კლასში, ესეც რა თქმა უნდა მისი ერთ-ერთი კარგად გამიზნული ნაბიჯია და რა თქმა უნდა მიხვდებით ისედაც რომ იმ შვილს ყოველივე საუკეთესოს ასწავლის და მოუწოდებს იყოს ისეთივე სამგალითო როგორც თვითონაა და არა როგორც მისი მშობლები. მოკლედ ძალიან საინტერესო შურისძიების მეთოდებია, ასე ვთქვათ, თითქმის ხელის გასწრო არც კი მოუწევს ამ პერსონაჟს
თავში დაუპირისპირდა ყველა ერთმანეთს. ეგეც ძალიან მოსალოდნელი ასეთი ტიპის სერიალებში და იმდენად საინტერესოდ არის შექმნილი. აი plot twist-ი ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო არის ბოლოში და დასასრულიც, ასე ვთქვათ, ახალი დასაწყისია. შეეძლოთ რომ მეორე სეზონიც გადაეღოთ, მაგრამ ჩემს ეს იდეალურია რომ დაასრულეს იმ ნოტაზე, რომელსაც დაასრულეს. და კიდევ ის ცოტას გულს დაგწყვეტთ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ბოლოს ბედნიერება მაინც დაიმსახურა და ძალიანაც მომეწონა მისი დასასრული, მაგრამ ერთი მომენტი იყო ის, რომ სწორედ ასე ვთქვათ, ცუდ ადამიანს უფრო კარგი ბედი იღებს, ასე ვთქვათ, ვიდრე მას. და სწორედ ის მისი soulmate-იც კი მან ჩაიგდო ხელში და ეს ცოტა ძალიან ნერვებს მოგიშლით, მაგრამ ბოლოს მაინც იპოვის თავისას და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმედი უნდა დაკარგო ადამიანმა და რასაკისაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეჯი დიფერენცია ამ პერსონაჟს და სხვა პერსონაჟს შორის, მაგრამ ესეც უკვე მიხვდები, რომ არაფერი არ არის რა. ხო, რაც მეტად გემატება ასაკი, უფრო ხვდები, რომ სრული სულელი ასაკი და განსაზღვრა. ეგ კი არა, მე თვითონაც 20 წლებში ხომ ვარ ახლა და სალონში და იმაში რომ ჩავდივარ რაღაცა ეტყობა ცოტა სახელმრგვალი, მაგრამ ცოტა ზური მოყოლების გონიათ, რომ პატარა რომ ვიდრე ვარ რა. 1-4 წლის წინ დაჟე პირადობაც მომთხოვეს და რაღაც მომენტში თან მეწყინა და თან მესიამოვნა და სალონში ჩავდივარ, ასე და გიყიდებ ეხლა ჩემ სტილზე ასე ისე, ანუ თითქოს მე გაწყვეტილების მიღების უფლება არ მაქვს, თითქოს რაღაც პატარა ვარ და მანაზე უნდა შემგრიჭოს და ის ძალიან გამეცინა ამაზეც. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, მაგალითად საყიდლად ჩავედი და ხურდა გამომბრუნეს რაღაცა დააკდა და ესო ყლაბისთვის კონტესო ფაიმე თავიდან ვერ მივხვდი და მე როცა დამარტყა თავში რა რაღაცა კი გულისხმობ, მაგრამ მაინც არაფერი არ ვთხარი და გავიარე ჩემთვის შვიდად. ასე რომ ზოგ მომენტში ეგ მახარებს კიდევ ჩემ კარგებო. და ასე რომ თქვენს შეირგეთ რაც გაგაჩნიათ, იყავით კეთილები, იყავით ემპათიურები. და რა თქმა უნდა, შურისძიება არ არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ზოგჯერ მის გარდა ადამიანს სხვა არაფერი რჩება. მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, რომ თვითონ აცალოთ ყველაფერს ის გადაწყვეტს. მაგრამ ცოტა არ იყოს საგიჟეთში ვართ ამ ქვეყნად. დიდი არეულობა ყველგან უკვე და ცოტა შეიტან უკვე ადამიანი ყველაფერში, რომ ამდენ სამართლიანად ხდება ყველაფერი, თუნდაც ამ მომებს რო შეხედავ და ასე რომ ზოგჯერ საკუთარ ხელში უნდა აიღო ყველაფერი და თვითონ მიხედო ყველაფერს. ასე რომ ზეგლარის უყურეთ, ძალიან მოგეწონებათ და მე მგონი Squid Game-ზე მეტად შეგიყვარდებათ. აბა წარმატებული დღე.